ალენ-დალესის დოქტრინა. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტივა 1945 წელი. ჩვენ ყველაფერს რაც გვაქვს, მთელ ჩვენს ოქროს, მთელ ჩვენს მატერიალურ ძალასა და რესურსებს, ხალხის მოტყუებასა და გაბითურებაში ჩავდებთ. ადამიანის ტვინი, ადამიანების ცნობიერება, ცვლილებებს ექვემდებარება. რუსეთში ქაოსის დათესვით, ჩვენ შეუმჩნევლად შევცვლით მათ ღირებულებებს ცრუღირებულებებით და ვაიძულებთ მათ, დაიჯერონ ეს ცრუღირებულებები. ჩვენ ვიპოვით თანამოაზრეებს, ჩვენს თანაშემწეებს და მოკავშირეებს თავად რუსეთში. ეპიზოდურად გაიხსნება დედამიწაზე ყველაზე მეამბოხე ადამიანების სიკვდილის მონუმენტური ტრაგედია, მათი თვითშემეცნების საბოლოო, შეუქცევადი გადაშენება. მაგალითად, ლიტერატურიდან და ხელოვნებიდან ჩვენ თანდათანობით წავშლით მათ სოციალურ არსს, გავაუცხოებთ მხატვრებს და ხელს შეუშლით მათ, რომ ასახონ, გამოიკვლიონ, ასე ვთქვათ, მასებში მიმდინარე პროცესები. ლიტერატურა, თეატრი, კინო და პრესა, ყველა ასახავს და განადიდებს ყველაზე დაბალ ადამიანურ ემოციებს. ჩვენ მხარს დაუჭერთ და ავამაღლებთ ეგრეთ წოდებულ ხელოვანებს, რომლებიც ადამიანის ცნობიერებაში ჩანერგავენ და ჩაანერგავენ სექსის, ძალადობის, სადიზმის, ხალატის, მოკლედ, ყოველგვარი უზნეობის კულტს. ჩვენ შევქმნით ქაოსსა და დაბნეულობას სახელმწიფო ადმინისტრაციაში, დახვეწილად, მაგრამ აქტიურად და მუდმივად წავახალისებთ ჩინოვნიკების ტირანიას, მექრთამეობასა და არაკეთილ სინდისიერებას, ბიუროკრატიასა და ბიუროკრატიას სათმებებამდე ამაღლებთ. პატიოსნება და ციმის ობიექტი იქნება, ისინი არავისთვის იქნება სასარგებლო, წარსულის რელიქვიად იქცევიან. უხეშობა და თავხედობა, ტყუილი და მოტყუება, სიმთვრალე და ნარკომანია, ერთმანეთის შიში და უსირცხვილო ღალატი, ნაციონალიზმი და ეთნიკური მტრობა, უპირველეს ყოვლისა, მტრობა და სიძულვილი რუსი ხალხის მიმართ. ჩვენ ოსტატურად და შეუმჩნევლად განვავითარებთ ამ ყველაფერს და ეს ყველაფერი სრულ აყვავებაში ჩავარდება. და მხოლოდ რამდენიმე, ძალიან ცოტა, გამოიცნობს, ან თუნდაც მიხვდება რა ხდება. მაგრამ ჩვენ ასეთ ადამიანებს უმწეოდ ვაქცევთ და ციმის ობიექტებად ვიპოვით გზას, რომ ცილი დავწამოთ და საზოგადოების ნაგავად შევაფასოთ. ამგვარად, თაობიდან თაობას შევამცირებთ. ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანებისთვის ბავშვობიდან და მოზარდობიდან, ჩვენ ყოველთვის პირველ რიგში ახალგაზრდობაზე გავაკეთებთ აქცენტს, ჩვენ მათ კორუმპირებას, გარყვნას და კორუმპირებას მოვახდენთ. ის ეროვნული უშიშროების საბჭოს დირექტივა 21/1948 წლის 18 აგვისტო. ჩვენი ფუნდამენტური მიზნები რუსეთთან მიმართებაში მხოლოდ ორამდე მცირდება. მოსკოვის ძალაუფლებისა და გავლენის მინიმუმამდე შემცირება. ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა რუსეთში მმართველი მთავრობის მიერ გატარებულ საგარეო პოლიტიკის თეორიასა და პრაქტიკაში. ჩვენი მცდელობები, რომ მოსკოვმა მიიღოს ჩვენი კონცეფციები, დეკლარაციის ტოლფასია, ჩვენი მიზანია საბჭოთა ხელისუფლების შენარჩუნება. ამ პერსპექტივიდან შეიძლება ითქვას, რომ ეს მიზნები ომის გარეშე მიუღწეველია და ამიტომ ჩვენ ამით ვაღიარებთ. ჩვენი საბოლოო მიზანი საბჭოთა კავშირთან მიმართებაში არის ომი და საბჭოთა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა. პირველ რიგში ჩვენ არ ვართ შეზღუდული ჩვენი მშვიდობიანი მიზნების მისაღწევად კონკრეტული ვადით. მეორეც, ჩვენ სამართლიანად არ უნდა გვქონდეს დანაშაულის გრძნობა საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობასთან შეუთავსებელი კონცეფციების აღმოფხვრისა და მათი ტოლერანტობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კონცეფციებით ჩანაცვლების მცდელობისას. ჩვენი საქმე არ არის იმში და შედეგების გაზვიადება, რაც შეიძლება გამოიწვიოს ასეთი კონცეფციების სხვა ქვეყანაში მიღებამ და არც უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მოვლენებზე რაიმე პასუხისმგებლობა გვეკისრება. თუ საბჭოთა ლიდერები აღმოაჩენენ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების უფრო განათლებული კონცეფციების ზრდა შეუთავსებელია რუსეთში ხელისუფლების შენარჩუნებასთან, ეს მათი საქმეა და არა ჩვენი. ჩვენი საქმეა ვიმუშაოთ და უზრუნველყოთ, რომ შიდა მოვლენები იქ მოხდეს.